სად ვარ? რა ხდება? ეს ხომ? ეს კალმარის თამაშია. ახლა მომიწასეს ჩემი საწოლიდან და აქ მომიყვანეს. თქვენეს გამოიცანი, ოჩა. ეს რაღაც ჩელენჯია? არ გითამაშია კალმარის თამაში? არა. ეს კალმარის თამაშია, მაგრამ უჩვეულოა. უჩვეულო? წესები მარტივია, როგორც ყოველთვის. ოღონდ საჭიროა ორ გუნდად დაყოფა. რატომ არ გვაქვს მე და არჩის ისეთივე კოსტიუმები, როგორიც ყველას? მართალია. მე თქვენ აგირჩიეთ თქვენი გუნდების კაპიტნებად. მოთამაშეებმა უნდა აირჩიონ ვის გუნდს შეუერთებიან. წითელი ღილაკი არჩის გუნდია, ლურჯი ღილაკი ამელიას გუნდი. არჩისთან წავალ, ის უფროსია. ამელიასთან მივდივარ, ის ყოველთვის იღლიანია. მე მივდივარ ამოკასთან, ჩემს საუკეთესო მეგობართან. მე კი არჩისთან მივდივარ. ნიშნულობა არ აქვს, იყოს არჩი. არჩი. არჩევანი არ მაქვს, ამელიას გუნდს უერთები. ბედნიერი უნდა იყოს. ვარ. ჩვენ დავიყავით გუნდებად, რა არის შემდეგი? თქვენ შორის არიან მოღალატეები, რომლებიც თამაშის შემქმნელებისთვის თამაშობენ. იპოვეთ ისინი და მიიღებთ თავისუფლებას და მთავარ პრიზს. მოღალატეები მოთამაშეებს შორის? მოღალატეები იღებენ ბონუსს თუ მათი გუნდი წააგებს, ხოლო მოთამაშეები იღებენ ბონუსს გამარჯვებისთვის. რთულია ყველაფერი. თუ მოღალატეები აღმოუჩენელები დარჩებიან, გაიმარჯვებენ და თქვენ წააგებთ. რას მიიღებენ გამარჯვებულები? ფულს და სიცოცხლეს. ყოველი თამაშის შემდეგ თქვენ შეეცდებით დაადგინოთ ვინ არის მოღალატე. და თუ უარს ვიტყვით თამაშზე? ასეთი ვარიანტი არ არსებობს. მოემზადეთ თამაშისთვის. ჯანდაბა, რა იყო ეს ყველაფერი? აბა ვითამაშოთ, თუ გავიდეთ აქედან. და სად წახვალ? აქ ჩაკეტილები ვართ. ფული მჭირდება, ამიტომ თამაშობ. არ მინდა თამაში, მინდა რომ სახლში წავიდე დედაჩემთან. მეშინია ჯანდაბა. მისმინეთ, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ის მოღალატეები და სულ ესაა. არი ნერვიულო, მე მათ მოუძებნი. მე ადამიანების ამოცნობას ანიაკარგად გამოვდის. კარგი. და როგორ აპირებ ამ ყველაფრის გაკეთებას? მოდი ერთად ვიყოთ, მეტი შანსი გვექნება. გენიოსი ხარ, ლეო. ჩვენ შორის არის მოღალატე. გახსოვს? აქ ყველანი მეგობრები ვართ. ამ თამაშში მეგობრები არ არიან. მინდა რომ ეს თამაში საბოლოოდ დაიწყოს. მაშ ასე, დავიწყოთ თამაში. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ბურთი ჩააგდოთ კალათაში. მოღალატეებო, არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ თქვენმა გუნდმა არ მოიგოს. თითოეულ თქვენგანს აქვს 3 მცდელობა. წავიდა. დაბა ჩვენ ვიცით. ადვილია, ყველა შეგვიძლია. დაიწყეთ. მიდი ამელკა. არა უშავს, ისევ გააკეთე. ეგ არის. ოჩა! მიდი ჩერი, მიდი, დია, მიდი. მიდი კიდევ ერთი ესროლე. უჰუ! ოჩა. მიდი. არა უშავს, ისევ გააკეთე. კიდევ 2 მცდელობა გაქვს. ვაუ, მიდი. დია, კარგი, ერთი მაინც. ჩაკ, იმას მაინც შეხედე, სად ესვრი? ნერვიულობდი. დამშვიდი ჩაკ, მხოლოდ ერთი. მიდი, ენდრიუ, მიდი, შენ ხარ ჩვენი ერთადერთი იმედი. მიდი, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. Yes! Yes! Woohoo! კარგი, ახლა ჩვენი ჯერია. დია. დიახ. მეორე, დიახ. Yes! ჩემი ჯერია. ოპა. ოჩახ. დიახ. და არა უშავს, კარგია, ოჩახ. კარგია. ოჩახ. მიდი იჩქარე. ჰეი, რასაკეთე? ბოდიში, შემთხვევით მომივიდა. კარგი, შემთხვევით? მე ასე არ ვფიქრობ. ჰეი, დამშვიდი. შენ ეს განზრახ გააკეთე, რაც ნიშნავს, რომ მოღალატე ხარ. კარგი, დამშვიდით, ლეო, მიდი ისროლე. დია.
უჰუ! Yes! ოჩაღლეო ჩვენ მოვიგეთ! შენ წყოჩაღ, შენ ორჯერ ჩააგდე. მე შემეძლო ვიღაცას რომ ხელი არ შეეშალა. ასე რომ ამელიას გუნდმა ნაკლები ჩააგდო. ამ გუნდიდან მოღალატე იღებს პლუს $100. არჩის გუნდი მიიღებს პლუს $100 თქვენ საპრიზო ფონდში. კარგი რა, მე ხომ ძალიან ვეცადე. მე მხოლოდ ორჯერ ჩააგდეთ. ჩვენ ყავს ვიღაცა რომელმაც ერთხელ ესროლა. მე არ ვარ მოღალატე, გეფიცები. მოღალატე სწორედ ამას იტყოდა. თქვის მიცემის დროა. გთხოვთ სათითაოდ შეხვიდეთ ოფისში და გააკეთოთ თქვენი არჩევანი. ჩაკი. ჩაკმა ორჯერ აცილა, არ მგონია რომ ეს შემთხვევით მომხდარიყო. ჩაკმა ჩვენ დაგვაღალატა. დარწმუნებული ვარ რომ ის მოღალატეა. ჩაკი აუცილებლად მოღალატეა. არ მჯერა რომ მანასე უბრალოდ დააცილა. დავინახე რომ ლეო იარიქს უბიძგებდა. ეს ნამდვილად მიზანმიმართულად იყო. ლეომ ეს ნამდვილად გააკეთა. 100% დარწმუნებული ვარ. თქვენ თვითონ ნახეთ რაც გააკეთა მან. ჩაკის წინააღმდეგ გვაძლევ ხმას. მან დააღალატა თავისი გუნდი. ის ნამდვილად მოღალატეა. ლეო მიარეკს ძალით ააცილებინა, ეს აშკარაა. ჩაკს ნამდვილად სურდა რომ მის გუნდს წაეგო და მეტი ფული მიეღო. ასე რომ მე დავთვალე ხმები. ამ ტურში გავარდნილი არის ჩაკი. რა? თქვენ ვიღაცამ გამიჩალიჩა. ჩაკ, შენ მოღალატე ხარ. შენ ხარ ჩვენი წაგების მიზეზი. ჩაკ, შეგიძლია სიმართლე გითხრა. მოღალატე იყავი? არა, მე არ ვიყავი. ჯანდაბა, როგორ? მე მეგონა ამელკა და შენ თქვი რომ ადამიანების ამოცნობა შეგიძლია და ეს ნიშნავს რომ მოღალატე ისევ ჩვენშია. და ერთზე მეტი. გტოვებთ რომ მოემზადოთ შემდეგი თამაშისთვის. ჰეი, ლოგიკურად ვიფიქროთ. ვინ ამტკიცებდა ყველაზე მეტად რომ ჩაკი მოღალატე იყო? ფაქტობრივად, უმრავლესობა მის წინააღმდეგ მისახმა. ამიტომ არ ვიცით. დიახ, ვინ დაიწყო პირველი? ვინ დაარწმუნა სხვები? დამშვიდით, ჩაკს უბრალოდ არ გაუმართლა. მან ააცილა და ყველას ეგონა რომ ეს განზრახ გააკეთა. ამელკა მართალია. ჩაკმა რომ ააცილა ეს არავის ბრალი არ არის. იცით, მე ჩაკს ხმა არ მივეცი. სხვას მივეცი. ვის მიეცი ხმა? ნამდვილ მოღალატეს, ვინც განზრახ მიბიძგა. მან მე სპეციალურად ამაცილებინა. რა? ეს რეალურად შენი ბრალი იყო.
კიდევ რითი გაიმართლებ თავს? ეს შემთხვევით მოხდა. ხო, ძალიან ცუდად გამოვიდა. სერიოზულად? მართლა გონია რომ მოღალატე ვარ? და რატომაც არა? მართალია, ის ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. რა თქმა უნდა, მე დავაბრალეთ, რადგან ასე უფრო ადვილია. მე მას შემთხვევით მივკარი ხელი. ვიცი რომ ეს შენ სპეციალურად გააკეთე. შენ უბრალოდ გინდა რომ იმას გადააბრალო ყველაფერი. იქნებ შენ თვითონ ხარ მოღალატე? დაიწყო. რა აზრი აქვს ახლა აქ რაღაცის განხილვას? მოღალატე ამას მაინც არ აღიარებს. ამბელკა მართალია, უბრალოდ ყველა ვიჩხუბებთ. მართალია, ვერავის ვერ ვენდობით. უბრალოდ თვალი ადევნეთ ყველას და თქვით თუ რამე საეჭვო დაინახეთ. იმედი მაქვს დასვენებულები ხართ და მზად ხართ ახალი გამოწვევისთვის. ეს არის ერუდიციის კონკურსი. თქვენ გაქვთ 2 ღილაკი. გუნდი, რომელიც ღილაკზე პირველი დააჭერს, იღებს პასუხისგაცემის უფლებას. თუ პასუხი სწორია, ქულა თქვენია. მოიცადე, მაგრამ ჩვენი გუნდები უთანასწოროა. დიახ, თქვენ უფრო მეტი ხალხი ყავთ. მაგრამ ეს დავალება დამოკიდებულია თქვენს ინტელექტზე. ის მართალს ამბობს. ჩვენ ძალიან უნდა ვეცადოთ. თუ ისინი დააჭერენ პირველად, თავარი პასუხისგაცემაა. დამშვიდით, ნერვიულობა მხოლოდ ართულებს კონცენტრაციას. იმედია ლეო მთელ ამ თამაშს არ გაგვიფუჭებს. მე არ ვარ მოღალატე. ნუ გავაკეთებთ ამას თამაშის წინ. როა დაიწყოს თამაში. მზად ხარ? დიახ. დავიწყოთ. პირველი კითხვა. რა ჰქვია კანადის დედაქალაქს? ტორონტო, არასწორია. ოტავა, მართალია, ერთი ქულა არჩის გუნდისთვის. მორჩა. ნახოთ რა მოხდება შემდეგ. არჩი, ყოჩახ, შენ გადაგვარჩინე. შემდეგი კითხვა. რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში? 8. მართალია, 1-1. დიახ, ყოჩახ. ჩერი, ყოჩახ. გავაგრძელოთ. მესამე კითხვა. ვინ დაწერა ჰარი პოტერი? ჯოან როულინგმა. 2-1 ამელიას გუნდის სასარგებლოდ. მე მიყვარს ჰარი პოტერი, ყოველთვის ვიცოდი რომ გამომადგებოდა. მეტი კონცენტრაცია ბავშვებო. შენ საერთოდ არაფერს ამბობ. ამიტომ ისინი ძალიან სწრაფად აჭერენ ღილაკებს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ წავაგებთ. მეოთხე კითხვა. რა ჰქვია მსოფლიოში ყველაზე გრძელ მდინარეს? ამაზონი. მართალია, 3-1 ამელიას გუნდის სასარგებლოდ. Yes! არ მეგონა რომ გეოგრაფია სასარგებლო იქნებოდა. ჩვენ ვიმარჯვებთ. ასე გააგრძელეთ. სასწრაფოდ უნდა დავეციოთ მათ. ბიჭებო, კარგით რა, რამე მაინც თქვით. და ბოლო კითხვა. როგორი აირი სჭირდება ადამიანს სუნთქვისთვის? ჰელიუმი. არა. ჟანგბადი. მართალია, შედეგი 4-1 ამელიას გუნდის სასარგებლოდ. თქვენი გუნდი იღებს $100 და არჩის გუნდის მოღალატე იღებს ბონუსს. შვენიურად ვიასპარეზეთ, მაგრამ კითხვები არც ისე ადვილი იყო. იარიკ, რას აკეთე? ჰელიუმი, ჯან და ბამბა საბავშვო ბაღში სასწავლიან. მე უბრალოდ ნერვიულობდი. მაგარია, შენს გამო დავმარცხდით. ვინ არის ახლა მოღალატე? ჰეი, შენ რა, გაგიჟდი? კარგი, გაჩერდით, საკმარისია. სულ გაგიჟდით? ჩვენ ახლა წავაგებთ მოღალატეების გარეშე. მოემზადეთ ხმის მისაცემად. ერთი თქვენგანი მალე თამაშს დატოვებს. შენ მალე გაგაგდებენ. შენ ისეთი ველური ხარ, თითქოს შეგნებულად აბრაზებ ყველას. კარგი, ახლავე გაჩვენებ. ბიჭებო, დამშვიდით. აბა, ვის უნდა მივწეთ ხმა? ჩემი აზრით ყველაფერი აშკარაა. იარიკი დღეს ზედმეტად აგრესიულია. კი, და როცა ღილაკს დააჭირა, იგი დაიბნა. ის უბრალოდ ნერვიულობდა, არა? კარგი საბაბია. ის უკვე მეორედ აყენებს ზიანს თავის გუნდს. თავიდან ლეომ რაღაცნაირად უბიძგა მას. როგორ ფიქრობთ, ლეომ მას არ უბიძგა? არ ვიცი, არ დამინახავს. მეც, იქნებ მან ეს განზრახ გააკეთა და ყველაფერი ლეოს დააბრალა? რთული სიტუაციაა. ჯერჯერობით არ ვიცით ვინ გავაგდოთ. კარგი. ორივე მოღალატე ხართ? ხო, მაგრამ ერთ გუნდში 2 მოღალატე ვერ იქნება. არ ვიცით, ეს არავის უთქვამს. გეუბნები. ლეო ნამდვილად მოღალატეა, მაგრამ მე არა. იარიკ, შეწყვიტე გამართლება, შენ ხარ ვინც გააფუჭა თამაში. უბრალოდ არ დაიწყოთ ისე ბრძოლა. ხმის მისცემის დროა. იარიკის წინააღმდეგ გვაძლევ ხმას. მისი საქციელი ყველაფერზე მეტყველებს. ლეო, უკვე მეორე თამაშია ყველას აბრაზებს. ის 100%-ით მოღალატეა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ არჩის წინააღმდეგ მინდა მივცე ხმა. არ შემიძლია ამის ახსნა, უბრალოდ გზნობ. ის რაღაც უცნაურია. არჩი. მე ვაძლევ ხმას იარიკის წინააღმდეგ. რადგან ჰელიუმი სასაცილოა, მანეს განზრახ გააკეთა. იარიკის წინააღმდეგ ვაძლევ ხმას. მან ბევრი პრობლემა გამოიწვია. იარიკი. არ მომეწონა მისი ქცევა. მას ნამდვილად სურდა მისი გუნდის წაგება. იარიკი. იარიკი ის მონაწილეებს შორის ამჟამად ყველაზე საეჭვოა. ეჭისყრა დასრულდა. მალე დავბრუნდები შედეგებით. მორჩა ლეო, შენ გავარდნილი ხარ. რატომ მგონია ასე? ნათელია რომ ყველამ შენს წინააღმდეგ მისცა ხმა. ამასაც ვნახავთ. ხმები დათვლილია და იარიკ, შენ გავარდნილი ხარ. რა თქმა უნდა, თქვენ ყველანი ჩემს წინააღმდეგ ხართ, არა? რა თქმა უნდა, შენ მოღალატე ხარ. ვითხარი, მოღალატე იყავი? არა. რანაირად? ანუ ის უბრალოდ ლუზერია? ჰეი, რა თქვი? უემზადეთ შემდეგი თამაშისთვის. ის ცოტა ვერ არის. ჩვენს გუნდში არ შეიძლება იყოს მოღალატე. ჩვენ ყველანი რაღაცას ვცდილობთ და საეჭვოს არავინ არაფერს აკეთებს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ისევ შეცდომა დაუშვით. იქნებ ვიღაც განზრახ გვაბნევს? რა თქმა უნდა გვაბნევს. ეს არის თამაშის აზრი. კარგი, ნუ ვიჩხუბებთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე მგონია, რომ ყველა მოღალატე ამილკას გუნდშია. მათ ყველა შეკითხვას უპასუხეს და ისინი გუნდს გავდნენ. ისინი ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მათზე არავინ იფიქროს. ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. კი, ნახავთ როგორ იქცევიან ჩერი და ენდრიუ? ზედმეტად კეთილები არიან. ეს იმიტომ, რომ ისინი მოღალატეები არიან. დიახ, და ამელია ძალიან გულუბრყვილოა ამის დასანახად. შეიძლება. შემდეგი რაუნდი შეამოწმებს თქვენს კოორდინაციასა და მოხერხებულობას. თქვენი ამოცანაა საწვრთნების გადატანა ჭიქიდან ბოთლში. გამოიყენეთ მხოლოდ ზედა ტუჩი. ამის გაკეთება შესაძლებელია? რთული არ ჩანს. გუნდები რიგრიგობით ითამაშებენ. ვისი გუნდიც ერთ წუთში მეტ საწვრთნს გადაიტანს, მიიღებს $100 ბონუსს. თქვენ იცით, ჩვენ შევძლებთ. ლეო, 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 ლეო. ნიკა, მიდი, 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 მიდი. ნიკა, ნიკა. ნიკა, ნიკა. Yes! არჩი, მიდი, მიდი. მიდი. მიდი, უფრო სწრაფად, მიდი. რატომ გახარ აქ? რაც შემიძლია ვცდილობ, შენ მიშლი ხელს. მიდი, იჩქარე. ვუჰუ! ნიკა, ნიკა, ნიკა. კარგი. მიდი, ოჩახ. ლეო, ჯანდაბა. ლეო, მიდი. ლეო. ჯანდაბა. ერთი წუთი გავიდა და ახლა ამელკას გუნდის შერია. მიდი. Yes! ვინ არის შემდეგი? ენდრიუ, მიდი. არ შემიძლია. ჯანდაბა, ასე რომ მე ვარ შემდეგი.
მიდი, ჩვენ შენი გვჯერა. მიდი. შემდეგი მე ვარ, ენდრიუ, დამაკვირდი. მიდი. მიდი, ისევ გააკეთე. მიდი. ეგ არის. მიდი, ენდრიუ, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. მიდი. აბა კიდევ ერთი. მიდი, კიდევ ერთხელ. მორჩა ახამე. კარგი. მიდი, ჯერ არ დაგვარდნია. მოკლედ გეტყვი, რა უნდა გააკეთო. გირჩევ ერთი მხარე უფრო მოკლე გააკეთო და გადაგდება უფრო მოსახერხებელია. კარგი. მიდი. ეს მერამდენე იყო. მესამე. ახლა მალე გავიმარჯვებთ თუ ამასაც გადავიტან. ენდრიუ, მიდი. კარგი, ერთი მაინც. ენდრიუ, მიდი. მე არაფერი არ გამომდის. ჯანტავა, მე გადავიტან. მიდი, გაიკეცი. მიდი, ამელკა. Yes! ამელკას გუნდი იმარჯვებს. plus $100 თქვენ გუნდს და $100 არჩის მოღალატეებისთვის. Yes! ვაშა! დაინახეთ, ენდრიუმ გამიზუნოთ რომ ჩამოაგდო საწრუპი რომ წაეგო და ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა. იქნების უბრალოდ მოუხერხებელია. სერიოზულად? წინაშე ჯიბებებში ის ყველაზე სწრაფი იყო. განზრახ წააგო, გეუბნები. რაღაც უნდა გავაკეთოთ. მათ მაინც მოიგეს. მას ხელი შეშლა არ გამოუვიდა. ჩარევას ცდილობდა, მაგრამ ფრთხილად. მე ვიცი ვის მივცემ ხმას. მეც. ხმის მიცემამდე 5 წუთი გაქვთ. დაფიქრდით, ვინ იქცეოდა ყველაზე უცნაურად? კარგია, ახლა სააბაზანოში მივდივარ. მიეცით ხმა ამელიას ან ჩერის. ზუსტად ვიცი რომ მოღალატეები არიან. შანსი არა. რა გულუბრყვილო ვიყავი. მეც შეგრე ვფიქრობ. უცნაურია. მოდი წავიდეთ. რა ხდება? ამელკა ძალიან ცუდი ამბავი მაქვს. რა მოხდა? არაფერი მესმის. შეხედე. ვინ დაწერა ეს? გონი ენდრიუ. გადმობრალება უნდა. ამჯერა. ჩვენ ისეთი დიდი, ძლიერი გუნდი ვიყავით. ენდრიუ არც ისე სულელია, როგორც ჩანს. თურმე ის მთელი ამ დროის განმავლობაში მოღალატე იყო. ანუ ის არის მოღალატე? კარგია რომ ვიპოვე ეს წერილი. ახლა ჩვენ ვიცით ვის მივცეთ ხმა. მონაწილეებო, მოემზადეთ ხმის მისაცემად. მე ენდრიუს წინააღმდეგ გვაძლევ ხმას. მე ვნახე მისი თამაში. მან განზრახ ჩამოაგდო საწრუპი. ახლა მივხვდი. ენდრიუ ატყუებდა თავის გუნდს. ის ჭხვის ტყავში გადაცმული მგელია. არჩის წინააღმდეგ ხმის მიცემა მინდოდა, მაგრამ მე დავინახე რაც გააკეთა ენდრიუ. ზოგადად მე ვფიქრობ რომ ის მოღალატეა. წერილი რომ არა, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ენდრიუ მოღალატე იყო.
მეჩვენება რომ ლეო საერთოდ არ ცდილობს. სულელდურად თამაშობს. მე ვფიქრობ რომ ის მოღალატეა. ენდრიუ, აღარც კი ვიცი როგორ შეიძლება ვენდო მას. წერილი რომ არა, ის ძალიან კარგად დაიმალებოდა. And 3 თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი. ენდრიუ, მე გაგიჟდით? ენდრიუ, ჩვენ ყველაფერი ვიცით. გოგოებო, თქვენც მე მომეცით ხმა? ნუ თვალთ მაგცობ ენდრიუ. ჩვენ ნახეთ რაც გააკეთე. და მე მეგონა რომ გუნდი ვიყავით. ენდრიუ, შენ ტოვებ თამაშს. ახლა თქვი სიმართლე. მოღალატე იყავი? რა თქმა უნდა არა. რა? რას გულისხმობ? როგორ? ბანაირად. ოჰ, კიდევ ერთხელ თქვენ ვერ იპოვეთ მოღალატე თქვენ შორის. წრევი წოვდება. მოემზადეთ შემდეგი თამაშისთვის. თუ ენდრიუ არ არის მოღალატე, მაშინ ჩერიმ განზრახ მომატყუა ამ წერილით. სწორედ ამილკამ დაწერა ეს წერილი საკუთარი თავის გადასარჩენად. მე ვნებდები, საერთოდ არ ვიცი ხალხის საკითხვა. ვინ არის მოღალატე? წარმოდგენა არ მაქვს. უნდა ვილაპარაკოთ. მოდი წავიდეთ. აბა რაზე გინდოდა საუბარი? მე ვიცი ვინ არის მოღალატე. ვინ? ამელია. რატომ გადაწყვიტე ასე? მე აბაზანაში წერილი ვიპოვე. იქ ეწერა რომ ხმა უნდა მიგვეცა ან ჩემთვის ან ამელიასთვის. ანუ ფიქრობ რომ ამელიას უნდა და შენთვის გადმობრალება? ჩემთვის და ენდრიუსთვის. მას სურდა რომ ერთ-ერთი ჩვენგანი გავარდნილიყო და გუნდში ცოტა ხალხი დარჩენილიყო. დიახ, ამელია მოღალატეა, ეს უეჭველია. ახლა ზუსტად ვიცით ვინ არის მოღალატე და გავაგდებთ, არა? სერიოზულად ამბობ? შენ ამბობ რომ მე მოუწყე ენდრიუს ეს ყველაფერი? მე უბრალოდ თავსატეხს ვაწყობ. ყველაფერი შენზე მიუთითებს. ხო, მაგრამ შენ იპოვე ეს წერილი. და მე ვაჩვენე. შენი და წერილი იყო. ახლა ყველაფერი გასაგებია ჩემთვის. შენ და წერე წერილი. შენ მომატყუე და ახლა ცდილობ რომ სხვებიც დაარწმუნო. ვინ იპოვა წერილი? რა თქმა უნდა მან. დაი შენ და წერე. მე არ დამიწერია. რამდენჯერ შემიძლია გავიმეორო? მართალი გითხრათ, აღარ ვიცი ვის დაუჯერო. ახლა კი ახალი თამაში. მზად ხარ? არ მივიღებ მონაწილეობას თუ ამერია ჩემს გუნდში იქნება. ეს მე არ მინდა მასთან ერთად თამაში მონაწილეობა. ის ნამდვილად მოღალატეა. ამ თამაშის შემდეგ თქვენ კვლავ შეძლებთ ხმის მიცემას. რატომ ვითამაშო მოღალატესთან ერთად? არ მესმის. ისე თუ კატეგორიულად უარ სიტყვი, მაშინ მე გთავაზობთ ალტერნატივას. ხმის მიცემა თამაშის დაწყებამდე. ეს მგონი სამართლიანია. ვეთანხმები. მეც. მე არ ვენდობი ჩერის. მეც. მოვიდა და ჩვენი დარწმუნება დაიწყო. დავიწყოთ ხმის მიცემა. ჩერი ასეთი თვალთმაქცობა აქამდე არ მინახავს. არ ვიცოდი რომ ასეთი მზაკვარი იყო. მიდი იჩქარე. ჩერი თუ ამელკა? ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად მოღალატეა. ხმას მიუჩნევ ჩერის. ჩერი, მან თავი ამხილა, როცა ჩვენთან მოვიდა. რა თქმა უნდა ამელია. სალაპარაკო არაფერია. ჩერი. შედეგები მზადაა.
ჩერი ტოვებს თამაშს. გესმით საერთოდ ახლობინ გააგდეთ? ჩერი უკვე მივხვდით, რომ ამელიასთვის გინდოდა ყველაფრის გადაბრალება. სწორადაც მივხვდი. ჩერი გითხარი მოღალატე იყავი? არა. რანაირად? კვაყოფილი ხარ? ყველა მოღალატენ გაიმარჯვა. ყოჩახ ბავშვებო. კარგი, თუ ჩერი არ იყო მოღალატე, მაშ ეს ყველაფერი სულ სხვა ვიღაცამ მოაწყო. ნამდვილად ასეა. კარგი, ჩვენ შეცდომა დავუშვით. ამელკა ნამდვილად მოღალატეა. და ერთი თქვენგანი. ან შენ? ამელიას გუნდელები აღარ ყავს, ამიტომ გთავაზობთ რომ ერთ-ერთი შეუერთეთ მას. არავითარ შემთხვევაში ის მოღალატეა. ნიკა ამელიას გუნდში წავა. მაგრამ მე არ მინდა მოღალატესთან ყოფნა. თამაშამდე მეორე ხმის მიცემა არ გვექნება და არ ინერვიულოთ, ყველა თქვენი ბონუსი თქვენთან დარჩება. შემდეგი კონკურსი. დაიმახსოვრეთ გზა. თეთრი ფურცლები უსაფრთხოა, მაგრამ თუ იქ-ზე დადგამთ ფეხს, ეს არ შეიძლება. და რა არის ამაში რთული? გზა თვალდახუჭულმა უნდა გაიაროთ. თქვენ მხოლოდ 5 წამი გექნებათ დასამახსოვრებლად. სულ რაღაც 5 წამი? ვისი გუნდის ყველაზე მეტ ნაბიჯს გადადგამს, გაიმარჯვებს. მარტივი ჩანს. გაჩერდი. როგორც ჩანს, სწორად გავიარე. თავისუფალი ხარ. შემდეგი. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორია. შედეგები ახლა შეჯამდება. ამელიას გუნდის მოთამაშეები ბონუსს იღებენ, არჩის გუნდის მოღალატეები კიდევ ერთ ბონუსს იღებენ. ოჩახ. ახლა მოემზადეთ ხმის მისაცემად. ეს გადამწყვეტი იქნება. არ მესმის. თუ ჩერის წერილი არ დაუწერია, მაშინ ეს ვიღაც შვიანის დაწერილი უნდა იყოს. ეს ნამდვილად არ არის ლეო. ის ნამდვილად არ არის მოღალატე. ლეო, უნდა ვილაპარაკოთ. აზე უნდა ვისაუბროთ? მათ შესახებ. ხვდები, რომ ისინი მოღალატეები არიან? ისევ ვცდილობ ეჭვების გადატანას? ლეო, სერიოზულად ამბობ? დაფიქრდი, მათ მოუწვას ყველაფერი ჩერის. უნდა დამიჯერო. რატომ უნდა დაგიჯერო? იმიტომ რომ მეც რომ ვიყო მოღალატე, იქ კიდევ არის ერთი. კარგი, დარწმუნებაში ძალიან კარგი ხარ. ჩერი გენდობოდა, მაგრამ შენ მას უღალატე. არ მიღალატია. არჩიმ და ნიკამ გამასულელეს. ჩემი თავი მალე გასკდება. გთხოვ, დაფიქრდი, ეს ჩვენი ბოლო შანსია. ან ჩვენ ვიქნებით, ან ისინი. ხმა არჩის წინააღმდეგ მიეცი. კარგი, ხმის მიცემის დროა. დარწმუნებული ვარ, არჩი და ნიკა მოღალატეები არიან. ხმას არჩის მივცე. იმედია ლეო არ დამაღალატებს. ამელკა უნდა წავიდეს. ამელკა. რა თქმა უნდა, ეს ამელია. სუსტი რგოლია.
ამელკა. იმედი არ ვწდები. და საბოლოო შედეგები. ამელია ტოვებს თამაშს. ლეო, როგორი სულელი ხარ? ჩვენ ყველანი დავამარცხეთ. ამელკა. დიახ, ლეო, მე არ ვარ მოღალატე, მოგატყუეს. ბოდიში ლეო, არაფერი პირადული. ოჰ, შენ. ეს ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო თამაშის გაგრძელება. მოღალატეები იმარჯვებენ. Yes! მას შემდეგ, რაც თქვენ ორივე იყავით ყველა გუნდში, თქვენ იღებთ ყველა ბონუსს. შენ იყავი ამ ყველაფრის უკან წერილის? კი, მე დავწერე. მან შესანიშნავად იმუშავა. თავარი იყო დაბალი პროფილის შენარჩუნება. შეიძლება ბევრი ბონუსი არ მივიღეთ, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. საერთოდ არ გჭირდებოდა არაფრის არევა. ამ ლუზერებმა ყველაფერი თავად გააფუჭეს. ჰაჰა. ლეო, მე შენ გითხარი. ამელკა ბოდიში, ეს თამაში ძალიან რთულია. ამელკა, ნუ მერვიულობ, შემდეგ ჯერზე გაიმარჯვებ. კიდევ თუ ვითამაშებთ კი, ახლა გამარჯვებულებმა უნდა გადაწყვიტონ დამარცხებულების ბედი. ბედი? დიახ, სიკვდილიან შეწყალება. არც კი ვიცი. ბავშვებო, რას ფიქრობთ? სიკვდილი თუ შეწყალება? დაწერეთ კომენტარებში და თუ გინდათ ჩემი გამხდარება, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო. და გამოიწერეთ არხი წინ ბევრი საინტერესო რამ გველის. ნახვამდის ყველას!